და ცუდად მეტყველებისასა. ცუდად მეტყველება. ეს არის თავრობის მოყარეობის და მიმომწვრილელობის, ანუ უსაქმურობის ბოროტი ნაყოფი. ეს არის სიყვარულის უუნარობა. როცა ადამიანი თქვა, აი ამ ბილდსიტყვაობს, ან სუმრისხანებს, ყვირის, ჯიჯღინებს, სუმრისხანებას ავლენს, რა არის ეს? ეს არის უსიყვარულობა, სიყვარულის უუნარობაა ეს. ეს არის ლოცვის შეუძლებლობა. შეუძლებელი ადამიანმა ლოცვა შეძლოს, ასაც ლოცვა ქვია. ლოცვა, რა არის ლოცვა? ეს ლოცვის სიტყვების თქმა არა. როგორ არა ვიცით ადამიანი თქოს, ეს არის იესოს სახელის მოუკლებელი ხსენება. არა. არა. ლოცვა მხოლოდ ის სიტყვა, რომელიც მოტივირებულია იმით, რაც უფალმა დაგვიწესა. ჩვენ ხარ უნდა გამოვიგონოთ რამე, ჩვენ ხო სულ ამბობთ, რა, აი სახარება თუ ემთხოვა ჩემი ცნობიერება, ესე იგი ჩემი აზრი სწორია. ესე მე მინდა გავიგო, რა არის ლოცვა ნეტა? რა არის ლოცვა? რატო ვიგონებ ველოსიპედს? მოციქულები ხო ეკითხებიან უფალს. როგორ ვილოცოთ? გახსოვთ? რას ეუნება? მამაო. ანუ მხოლოდ ის სიტყვებია და ის განწყობა, ლოცვა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ჩემს დაცემულ გუბალტროგ ბუნებას რეალიზდეს ღვთისშვილად. ესმით, მთავარი мотиваცია ლოცვასე არის ჩემი ღვთისშვილობის რეალიზება, რომ ღმერთი ჩემი მამა გახდეს. ამიტომ დიახაც იესოს ლოცვა თუ ამას ვამბობ, იმიტომ რომ მე ღვთისშვილი გავხდე. და ასევე ნებისმიერი ლოცვა, მხოლოდ მაშინ არის ლოცვა, თუ ის მოტივირებული ვარ იმით, რომ ღმერთის ანუ ის მამაო რეალიზდეს, მამაო ჩვენს წესია. პირველი სიტყვა მთავარი, მამაო, დანარჩენი ყველა სიტყვა არის ამ პირველის რეალიზების შესაძლებლობა. ანუ როგორ ვილოცოთ და უფალი გვეუბნება, მამაო, ღმერთი ხდება შენი მამა, ეს არც ერთ რელიგიაში, არც ერთ სარწმუნოებაში არ არის. და ეხლა ამის მერე უკვე ყოველი სიტყვა არის იმისათვის, რომ შენი ღვთისადმიშვილობა რეალიზდეს და ყოველი ლოცვა, ფსალმუნები იქნება ეს თუ წმინდა მამათა გულიდან ამხეთქილი ზიარების წინა ლოცვები, დილას საღამოს ლოცვები, სულ ერთია ნებისმიერი ლოცვა, წირვის ლოცვები, რომელი ლოცვა თქვენ გესმით, ყველაფერი აი ამ კონტექსტში არის განსახილველი. მამაო ჩვენოს წესია. ნახე მეორე სიტყვა რომელია? ჩვენო. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, შენ თუ გინდა ღმერთის შვილი იყო, ყველა ადამიანი შენი და ან ძმა არის. მტერიც კი, სულ ერთია. ნახე და აი ესე არის აკინძული. არა მარტო მამაო ჩვენოს სიტყვები, არამედ მთელი ახალი აღთქმის ლოცვით იკრებული თუ რამე არსებობს და რა თქმა უნდა მათ შორის იესოს ლოცვა. და იმიტომ არ შეუძლია ადამიანს ლოცვა, როცა მრისხანებს, იმიტომ რომ თუ ქრისტიანები ვართ, ჩვენ არა გვაქვს უფლება ცუდად ვიმეტყველოთ. მრისხანებით, ბილდსიტყვაობით, წყევლით, ამის უფლება ჩვენ აღარ გვაქვს. ცუდად მეტყველს უწმინდური გული აქვს და ყოფიერებას ზოგადად და ადამიანს ხედავს დეფორმირებულად. ხედავს არა ქრისტეს თვალებით, არამედ საკუთარი თვალებით, ანუ საკუთარი სიმართლით. საკუთარი სიმართლით დანახული ნებისმიერი ადამიანი ხედვა არის დეფორმირებული. ანუ მე იმას ისე ვერ ხედავ, როგორც ღმერთი ხედავს. მე მას ხედავ ჩემი დაცემული ბუნების პრიზმაში. ამიტომ მე ის ვერ მიყვარს ის ადამიანი, იმიტომ რომ ხედავ რაღაც მახინჯია, სულიერად. ეს არ არის ისეთი როგორიც მე ვარ მაგალითად. მე კარგი ვარ, ის ვერ არის კარგი. ეს ხო ამას ესე არ ვინმე კი არ ამბობს. ესე არავინ არ ამბობს ესე. მაგრამ აქედან იბადება ის, რომ მრავალი წელი ეკლესიურად ცხოვრობ და სულ განვიკითხავთ, სულ საჯულები ვართ, სულ დაუსრულებლად. ამიტომ ხდება ესე. იმიტომ რომ დეფორმირებულად ხედავ.